როგორ გავყიდოთ ნივთები საქართველოსდან eBay-ზე. ეს არის თქვენი ბიზნესის სტარტი ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ონლაინ მარკეტზე. მაშასე რაც შეეხება eBay-ის შესაძლებლობებს, ხო? ეს არის პლატფორმა, სადაც არის 134 მილიონზე მეტი აქტიური მყიდველი მსოფლიოს მასშტაბით, ფართო არჩევანი 2.1-2.3 მილიარდი აქტიური ლისტინგით და ტრაფიკის ნახევარი არიან მობილური ტელეფონის მომხმარებლები, რაც ძალიან კარგია, ხო? ყველა დღესდღეობით ყველას აქვს მობილური ტელეფონი და არა მარტო სახლიდან შეუძლია ადამიანებს ნივთების შეძენა. მაღალი ლოიალობა, მყიდველთა eBay-ზე დაყოვნების კოეფიციენტი არის ერთ-ერთი საუკეთესო 83%. და მოგიყვებით თუ რაც შეეხება სელერის იგივე მყიდველის, უბრალოდ გამყიდველის აკაუნტის გამართვას ორი სიტყვით. ეს არის პირადი მონაცემების დადასტურება, პიონერზე გადაბმა, საწყისი ლიმიტები. ესეც რა თქმა უნდა გადასალახი პროცესია, უნდა გავზარდოთ ლიმიტები. ეხლა მეგობრებო, მე გიყვებით მოკლე მონახას, თუ რასთან გვექნება შეხება. თავისთავად რა შედის კურსში, ამას უკვე აგეხსნით კიდევ ერთ ვიდეოში ცალკე. 250 უფასო ლისტინგით ვიურათ, შემდეგ კი თითოეული ლისტინგის ფასი არის 35 ცენტი. კომისია დაახლოებით გაყიდული ნივთის ღირებულების 15.3% პლუს 30-40 ცენტი შეკვეთაზე. ხო, პლუს 16% გამოდის. კომისია eBay-ზე გაყიდული ნივთის. კურსის შეძენის სურველებმა შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მომწეროთ Facebook-ზე. ყველა ბმული ამ ვიდეოს ქვემოთ აღწერაშია. ლისტინგის შედგენა და SEO, Search Engine Optimization. სწორედ ამაზე არის დამოკიდებული, რაოდენ ნახვადი იქნება ჩვენი ლისტინგები. მეგობრებო, ლისტინგი არის იგივე განცხადება, ხო, გასაყიდად განთავსებული განცხადება eBay-ზე. ქვია ლისტინგი. ნუ არა მარტო eBay-ზე, სხვა პლატფორმებზეც ლისტინგი ეწოდება ინგლისურად. რაც შეეხება სათავსო საკმაოდ სიტყვებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კურსში დაწვრილებით არის ახსნილი პრაქტიკულად. შეგვიძლია eBay-ზე ლისტინგის სათავსოს ჩავწეროთ 80 სიმბოლომდე. ეს იქნება ნივთის დასახელება, მახასიათებლები, რა პრობლემის მოგვარება შეუძლია. ეს არის ყველაზე მთავარი, მეგობრებო, რა პრობლემის მოგვარება შეუძლია ამა თუ იმ ნივთს, ხო? ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, მოსაცმელი ან რამე ტანსაცმელი, ხო, გაგათფოთ, ან სილამაზე ან რაღაცით მიხვდით, ან სამზარეულოს გაჯეტი, ან კომპიუტერულის ნაწილი, ან ავტონაწილი რაღაც. ანუ ყველაფერი, ყველა ნივთი იქნება რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამიტომ ცოცხლობს ეს ბიზნესი, ხო, ოდითგანვე გაყიდვების ბიზნესი, ხო, ყველა ადამიანი რაღაცას ყიდულობს ცხოვრებაში. გამოიყენეთ ზუსტი საკმაოდ სიტყვები და აღწერილობა, ფოტო და ვიდეო, ესეც რა თქმა უნდა ზუსტად მნიშვნელოვანია. მეგობრებო, აქ ვაკეთებ მოკლე მონახას და უკვე რაც შეიცავს კონკრეტულად კურსი, ამას აგეხსნით რა თქმა უნდა უკვე ცალკე ვიდეოში. ხალხიანი ფოტოების სხვადასხვა რაკურსში, ჩარჩოების გარეშე, დაამატეთ ვიდეო და აჩვენეთ რეალური ნივთი, აღწერილობა დაწერეთ დეტალურად ნივთის მდგომარეობის და მახასიათებლების შესახებ, აირჩიეთ სწორი კატეგორია, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება გაყიდვებს, რეიტინგს და ფინანსებს, შეკვეთების დამუშავება, დაიცავით ნივთების გაგზავნის ვადები, გამოიყენეთ ეკი კოდები და მყისერად უპასუხეთ მყიდველთა კითხვებს, დაამუშავეთ დაბრუნებები დროულად eBay-ის წესების დაცვით. რეიტინგი და შეფასებები. შეეცადეთ მიიღოთ მხოლოდ პოზიტიური შეფასებები და დროულად მოაგვაროთ ყოველგვარი დავა. თანხის გამოტანა პიონერის საშუალებით ხდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ხო, სადაც არის Mastercard-ის ან Mastercard-დან თანხის გამოტანის საშუალება. თავისთავად პიონერი პირდაპირ არ გეგზავნით ბარათს, უნდა მოხდეს პიონერის ანგარიშზე $100 ბრუნვა და ამის შემდეგ გამოიგზავნება პლასტიკური ფიზიკური ბარათი. Mastercard. და გაითვალისწინეთ საკომისიო, ამასაც საკომისიოები აქვს, მეგობრებო, რაც მე ახსნილი მაქვს კურსში ადან ჰუმდე. და აი მეგობრებო, რაც ყველაზე მთავარია, რას შეიცავს ჩემი კურსი. ანუ რაც უნდა გექნებათ კურსის გავლის შემდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ კონკრეტულად, ეს არის კურსი თუ როგორ გავყიდოთ საქართველოსდან ხელნაკეთი ნივთები და არა მარტო ხელნაკეთი ნივთები eBay.com-ზე, ანუ საერთაშორისო eBay-ის ბაზარზე. და კონკრეტულად რაც შეიცავს კურსი ახლა. eBay აკაუნტის რეგისტრაცია, პიონერ აკაუნტის რეგისტრაცია, პიონერის eBay-ზე გადაბმა და ვერიფიკაცია, გასაყიდი ნივთის ანალიზი,
ვაკეთებთ ლისტინგის სათაურს, როგორ გავაკეთოთ სწორად ლისტინგის სურათები, როგორ გავხადოთ ნივთი უნიკალური, როგორ შევადგინოთ სწორად ნივთის აღწერა, item description, როგორ დავასრულოთ ლისტინგის გაფორმება, shipping and returns, როგორ ვიმუშაოთ დაბრუნებებზე, პირველი გაყიდვა როგორ მოვიქცეთ და ფიდბექების დაგროვება. აი ამ კონკრეტულ 12 ვიდეოს შეიცავს კურსი და ასევე თეორიულ ფაილებს, რომელიც წასაკითხია მეგობრებო. ჩემი რჩევა იქნება, მე კიდე შევეხები კურსის საკითხს, მაგრამ აქაც გეტყვით, რომ კურს როცა შეიძენთ, აუცილებლად გაეცანით ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ უკვე მოქმედება. თავისთავად კურსის შეძენის შემთხვევაში გექნებათ ჩემი 24/7-ზე მხარდაჭერის უფლება ყოველთვის, ხო, რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერში დაგეხმარებით. მხოლოდ რა თქმა უნდა იმათ, ვინც შეიძენს ახალ 2.0 კურსს, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეხება საქართველოდან eBay-ზე გაყიდვებს, ხო? ხენაკეთი ნივთები, ტყავისაფულები, ნაჯახები, დანები, მოკლედ ყველაფერი მეგობრებო, რაც იყიდება, ყანწები, რა ვიცი, ბევრი რამეა. ტანსაცმელი, ნაქსოვი, აბსოლუტურად ძალიან დიდია marketplace-ია eBay და იყიდება ფაქტიურად ყველანაირი ნივთი. დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.